ქვეყანა შეგიძლიათ მითხრათ აი მამუკა მდინარაძე რომელი მაჟორიტარის ვერსიას იცავს ახლა გვარების მიხედვით რამდენიმე ყველაზე აქტიური გვარი შეგიძლიათ გითხრათ ინფორმაციისთვის აუდიტორიას გასიჟავთ რომ არავის კონსენსუსი არავის ვერსია არ იყო კონსენსუსი იყო საერთო ვერსია რომელზეც შეთანხმდა უმრავლესობა ამიტომ კონკრეტული სახელის და გვარების დასახელება ბუნებრივია გამიჭირდება კონსენსუსი იყო შეთანხმების საგანი სიდან ხوار ჩამოვარდილა ეს ვერსია ბატონო მამუკა ვიღაცის ვერსია ხომ არის ცოტა ძნელი დიახ რა ვერსია 2024 წელს გადატანის პროპორციული სისტემის შემოღების ეს ციდან არ ჩამოვარდნილა ეს ვერსია ვიღაცის აზრი არის პირველად ვინ გაახმოვანა ეს ვერსია ვინ ვის წინააღმდეგ იყო დაახლოებით ვიცით მაჟორიტარები თქვენი სიმბოლურად მაპატიეთ როგორ ეს პრინციპული საკითხია ბატონო მამუკა მე კი არ ვცდილობ ეს იგრძნობოდა ეს თქვენ თვითონ ამბობთ თქვენ თვითონ არტიკულირებთ რომელიც არავის წინააღმდეგ არ არის ესე იგი თვითონ პარტიის შიგნით ხელი ჩამოართვით ერთმანეთს და გადაწყვიტეთ რომ 2024 წელს ისე როგორც უნდა არა მამუკა მდინარაძის მაგალითად მაგრამ უნდა ბატონ ოქრიაშვილს უნდა ავირჩიოთ ჩვენ მომავალი პარლამენტი ასე გამოდის ხო პირიქით უნდა თქვა ერიკით უნდა თქვა 2024 წელს რადგან ეს სახელებს და გვარებს დადიხართ როგორც თქვა არგუმენტებს ახმოვანებდა ამის მხარდასაჭერად უნდა მამუკა მდინარაძეს თქვა ირაკლი ყუბახიძეს თქვა ასე შემდეგ და რომელიც საბოლოო ჯამში შევთანხმდით რომ არის სწორი და ჩვენმა არგუმენტებმა ასე თქვა უფრო გაზიარება ჰპოვა უმრავლესობის შიგნით ამაზე შევთანხმდით როგორც საბოლოო ვერსიაზე მაგრამ გარდამავალ ეტაპზე შევდახდით რომ დარჩენილი იყო ის რაც გვაქვს დღეს ოღონდ კიდევ უფრო დახვეწილი ფორმატით და კიდევ უფრო მეტი საშუალებით რომ მეტმა პარტიამ მოიპოვოს გამარჯვება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში. კარგით, მოკლედ გამოდის რომ თქვენ გადაგიბირათ მაჟორიტართა იმ ნაწილმა, ვისი მოსაზრებაც გავიდა ამ წუთისთვის და ხო არ გამოდის რომ ჩვენ გადავიბირეთ. რაღაცა თქვენ